ეს მძინარე ჯარისკაცია. დილის 7 საათზე. გუწუჩი საწოლი არეგა ჩაიცვა ადგა დროზე. ეს ნიკა. ამ ვიდეოში მას გენერალის როლი აქვს. სწორედ ის მაიძულებს გავაკეთო 1000 დებილობა. კარგია ესე უფროსო? და თუ რომელიმეს არასწორად შევასრულებ, დასჯასაც არ დაინანებს. ეს რა 50 მაჯანია ჩქარა. სანამ ცუდად ალაგებული საწოლის გამო აჯმანიებს ვაკეთებ, წინა დღეზე უნდა გადავახვიოთ. მოკლედ აი ამ წამს სრულდება მამაჩემის ოცნება. მე გავიპარსავ წვერს. დიდად არ მიხარია სიმართლე რო გითხრათ. მეგონა წვერის garaშე ძალიან მახინჯი ვიქნებოდი. მაგრამ რა მექნა? ყველა ჯარისკაცი ვალდებულია გაიპარსოს წვერი. ისე რომელი უფრო მიხდება თქვენი აზრით. მაგრამ სანამ მე წვერს ვიპარსავდი, ჩვენს შტაბინაში რაღაც უცნაურობები ხდებოდა. ჯარისკაცები დილით დარბიან ხოლმეო, ესე ეწერა იქა. ძალიან მეზარება ეხა მე ამის გარბენა, მაგრამ იმდენად ცივა რომ ერთი იმის იმედი მაინც მაქვს რომ სირბილის დროს ცოტას გავხურდები რა. რა სალამარო ხوار ირბინა დროზე. დეგრიალო. დებილურად დარბი ხავჭო ირბინა წესიერად. ირბინა 1-2 სწრაფად. 1-2 დროზე. მანქანაზე სწრაფი უნდა იყო. ჩვენი საუკეთესო მებრძოლი ტყვედ ჩაიგდეს. შენი და იმ ბედოვლათის დავალებაა რომ დაიხსნათ ის. თორე გაგხდით ორივე სამსახურიდან. აი ეს თქვენი რუგა იქნება. სხვა რა გზა გქონდა? ჩვენიანის გადასარჩენად უნდა წავსულიყავით. ამ დავალების შესასრულებლად ტრანსპორტის შერჩევა იყო საჭირო. რამოდენიმე ვარიანტი გქონდა, მაგრამ უფროსმა ყველაზე მაგარს მიაგნო. თითქოს ასეთი კარგი ტრანსპორტით მარტივად უნდა მივსულიყავით დანიშნულების წერტილამდე და ხელი არაფერს არ უნდა შეეშალა, მაგრამ ნიკა უფროსი სულ სხვა აზრზე იყო. გავიდე? მარანა აი ესეთი დებილებს რო უშვებენ ჯარში, მაგიტო არ სწრაფად დრო არ გვაქვს. იმ ხის ქვეშ გაძვე. მიდი ლაპარაკის garaშე. 1-2 წავიდა. ვაიმე. აქ რენეთ რა გავძრე ბიჭო. არ ვიცი ასეთი ათლეტურობა თუ დამჭირდება მძევალის დასახსნელად, მაგრამ უფროსი ნიკას აზრით ყველა ჯარისკაცს უნდა შეეძლოს ასეთი მოძრაობები. მეც რა გზა მქონდა. უბრალოდ დავუჯერე, მაგრამ მისი ბრუტალურობა მაშინ გამოჩნდა, როდესაც ეს დავალება შევასრულე. ეს რა იყო? იარაღით უნდა გამოხვიდე. დებილები რომ მოდიხარ. დაუმიზნა. ვაიმე. ბიჭო მოგარტყეს გადატენა. დაზაკეთებ დებილო. ისროლე თოფი. ფუშ. ტოპი ისროლეო და უისროლე. ეს დავალებები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ნიკა შემდეგში მიპირებს. წავდი რა ბიჭი არ? 1-2 1-2. მოდი ვარ. აძვერი ხეზე. რა? ხეზე ასვლა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. აი ეგ თუ მოვკვდი. ვა! შენი. გავიჭედე. მაგრამ როგორღაც მოვახერხე და მაინც ავედი. ყველაზე დიდი უბედურება აღმოჩნდა აი აქნა ჩამოსვლა. ხო გინახიათ კატები რო ადიან ხოლმე და ხიდან ვეღარ ჩამოდიან, ზუსტად ეგ დამემართა. ვა! მიკაი. ნიკა ძალიან როლში შეიჭრა. გეგონება მართლა გენერალი იყოს და ვიღაცის გადასარჩენად მივდიოდეთ. ცალხერში იარაღი მეჭირა. მეორეთი წელი სავწერდი სახში რო გაეგოთო ცოცხალი ვარ. შესაბამისად ჩემი დაჩაგვრით ძალიანაც ერთობოდა. მე კიდე ნერვები საშინლად მეშლებოდა. ხო და უთხარი სროლაში შემჯივრებოდა. წაგებული ხის ტოძე აზიდოებს გააკეთებდა, თან ისე რომ თოფი ფეხებით დაეჭირა. 3-დან მხოლოდ 1 მოვარტყი. სწრაფად ეგრევე. აგე 200 და გავართ. აი ნიკას პირველივე ჯერზე გაუმართლა, მაგრამ მეორე სროლა ცოტა სადაო აღმოჩნდა. ეს 900. 900 ბიჭო მოხვედრილი ტყვია სამხედავ შუაში. იგრამ ჩემი მოხვედრილი ტყვია. ახლოს როცა მივედი, მივხვდი რომ ნიკა მეორეც გაარტყა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი, ამიტომ მაიმუნობას მივმართე. 4 აქვს ბიჭო. რამდენი მოხვედრილია? კარგა მაგშიშა. ამდენი არ გაგვისურია. მე ესე ვიტყვი. ჩაიშალა. ნუ ხარ შეფუფლიკა წამო. არ ჩაიშალა? ორივე მხრიდანა აქედან და აქედან. ორივე მხრიდან ბიჭო. წავიდა 1-2. ამის შემდეგ გზა განვაგრძეთ. შეიძლება ჯარისკაცები ცოტა სჭამას უძლებენ, მაგრამ მე ძალიან მომშივდა. ამიტომ უფროს ნიკას ვთხოვე რომ გაეჩერებინა, რადგან გვეჭამა. მე კი შემიძლია 2 წელი არაფერი ვჭამო, მაგრამ შენ ამეწოდები. მე გაჰაჭმის ჭამის ნებას მოგცევ. ოღონდ ერთი დავალება უნდა შეასრულო. მის გონებაში რაღაც საშინელება მოიხარშა და მაიძულა მაიკა გამეხადა.
პატარა მაგრაც ფორმას მოყვა ეგარი რა ვქნა. მას პლუს შარვალზე კამარი გამახსნევინა და ისე სირბილი მაიზულა. იმედი ამაზე მეც საზღრობას არ გამაკეთებინებს. წადი. წავიდა ერთი. ისე ციოდა შიგნით მეორე შარვალიც მეცვა, მაგრამ არ მგონია ამან გადამარჩინოს. წავავიდა უკან. ეხა მთლიანად ხელის გარეშე ვიყო. ჩავარდება დაიკიდე აქამდე და მოხვიდე. მოაღწიო, მიდი წავიდა. ხელი მეთქი. ასეთი დებილობების შემდეგ ნიკა უფროსმა ჭამისუფლება მომცა. წამოღებული მქონდა კონსერვები, რადგან მარტივი შესანახია და არც ფუჭდება. მაგრამ ამის მიუხედავად, აქაც შეიქმნა პრობლემები. სიმით სახსნელი ქონდა, ამიტომ მარტივად გავხსენით. მაგრამ სოკოს დანასჭირდებოდა, რომელიც გაგიკვირდებათ და არ გვაქვს. თურმე ნიკასაც შიოდა, ხოდა სწორედ მან მიაგნო გასახსნელად კარგ ხერხს. ჩვენ როგორ გავხსნათ? გვაქვს? დანა გვაქვს? ჭკვით. ქვით? ჩარტყდა გასკდება რა. საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ნიკას ხერხი იმუშავებს. მაგრამ სანამ ქვას ვიპოვიდით, იქამდე სიმინდის გასინჯვა გადავწყვიტეთ. ფურასუნი აქ. მედი ჭამ ერთი ჭამ. დავთესოთ, კოზი არა გვაქვს. რა მომეცი ბიჭო. დემენ ხო? მარილი მოგწევა მაგრამ. აბა არა გვაქვს მარილი რა ვქნა. ესო კომი დაგასახსენე მაინც წამოგეღო. მისი სოკოს კონსერვის ქვით გახსნის იდეის საერთოდ არ მჯეროდა, მაგრამ ვიფიქრე კიდევ არ გაბროტდეს თქო და რაღაც საშინელებები არ დამავალოს. ამიტომ უბრალოდ წავედი და ვქვაბობოვე. ვაიმე, ვიბანავეთ შენი კაი. აუ. ამ პროცედურისას ვიფიქრე, რომ ქვა ჭუჭყიანი იყო და შეიძლებოდა ტეტანუსი მაგვეკიდებინა. მაგრამ ბატონ ნიკოლოს ამაზეც ჰქონდა პასუხი. თუცა შანს გავრეცხო. ბიჭო, შიგარ ჩაყო ოღონდაც. გავრეცხე. აუ, დედა უტირა ბიჭო. ეგარი რა ხო მოვიგებთ აქედა. არ მინდა დიდი მადლობა, არ მინდა. კიდევ კარგი ეს კონსერვები ვერ გავხსენით და ვერ ჭამეთ. იცით რატომ? თურმე ამის უმადე ჭამა არ შეიძლება და უნდა მოხარშო. ამის მიუხედავად, როგორც უკვე ვთქვი, ნიკა მაინც კაი ხასიათზე იყო. პირველი რას საკეთებ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ფორმა. ფორმა უნდა ჩაიცო, თუ ვიცი, გადაიგდებ ხარზე. თუ სისხლი მოდის, მისაზრად გული შადრევანივითა, მაშინა გადავიჭიროთ, ჰეკ. ლახტი, აკაცი, სისხლი აღარ წამოდის. უნდა ვეცადოთ, რომ ხელის სპირტით რამე დავიმუშაოთ. ბეტადინითა. მერე ვკერა, თუ ხა კერვა გასწავლო. აი იგი არის ნემსიშვილო. ნემსის 2/3-ზე ვკიდევთ, ხა მართლა რა ვიცოდეთ. ნიკას ახსნილი გაკერვის მეთოდებიდან სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე. კაციამა შენ გია პაპა შენ ვეღარ გახსნა. ეს როგორ აუცილებლად უნდა ჩავაგდოთ ხოლმე ის ადგილი და ბრძოლის ველზე აუცილებლად იქნება ყვითელი კარტონის ხუთები. ამის გაკერვის შემდეგ ნიკა მუღამში შევიდა. ხოლო მე მომდგა, გინდა თუ არა კათეტერი უნდა ჩაგიდგაო. კათეტერი ისაა, ხალხს რო გადასხმებს უკეთებენ. მოდი ხა გაკეთებ კათეტერს მაშინ. არა ბიჭო, რა კათეტერი ააწყებით. მოდი ბიჭო, პატარა ნემსი. არ მინდა ბიჭო, გადაიქით, მოიშორდი, არ მინდა ვიდეოს. პატარა ნემსი. რა თქმა უნდა, ნიკას არ მივეცი უფლება, რომ ამხელა ნემსი ჩაერჭო ჩემთვის. მაგრამ ის მაინც გამწარებული იყო და კათეტერის ჩადგმა ძალიან უნდოდა. ამიტომ გადაწყვიტა ხისთვის გაეკეთებინა. ჩაიდგმება, მაიცა. ეგ არის თუ ვენა. ეს არის მენა, ოღონდ ზევიდან ჩადიხარ. მე ამას აძრობ, ხეს აღარ გჭირდება. აქედან სისხლი მოდის წესით. სისხლის ეს არის რინგერის ხსნარი. ეს გავაკეთეთ. ნახე პატარა ხელს მოუჭერთო, წყალი იყოს შეგინო, წოთები ჩავო, ჰაერი არ გაიპაროს. მარილი ენწყალია. კათეტერი წარმატებით ჩავდგით. ამის შემდეგ მძევლის გადასარჩენად რუკის მიხედვით განვაგრძეთ გზა. რამდენი რამე გადავიერეთ უბრალოდ ერთად რა. ხეზე ამაძრუმლე, გამაძრუმლე ხის ქვეშა. მე ტიტლი კარად მარბენინე, მაგრამ ბოლოს ხო დამეგობრით ამასწავლე. პირველადი დახმარება მასწავლე და ამდენი რამე გადავიერეთ, ესეთი უბედურებები გადავიერეთ და წარმოიდგინე რომ როგორი ცუდი გრძნობა იქნება, რომ აი ხა ამ ვიდეოს უყურებდნენ და არხი არ გამოიწერონ. ჯერა მეთქი მტერს რო უყურებ ჩუმად რა იყო და მე კიდე შენ ვინ გამოგიწეს რასა გავხარ შვილო რასა გავ. მაგრამ როდესაც დანიშნულების წერტილს მივუახლოვდით და საფრთხე რეალური გახდა. ძევლის დახსნის მცდელობისას ნებისმიერ წამს შეიძლებოდა სროლა ამტყდარიყო. აი ამ რთულ მომენტში თავისი ბრონის ჟილეტიც კი ჩამაცვა. აბა შენიც კაცი ჯენა ხარ და ქალიც ამერეთ. წავედით და მოყვები. წავიდა შედი. დროზე. ერთი ჩქარა. წავიდა. ძევლის გადასარჩენად შევედი. ძალიან ვფრთხილობდი, მაგრამ უეცრად საშინელი რამ დავინახე. This world, it's so unkind. One day you're king, the next you're crucified.